ჩემს სახლში ფაქტობრივად მუდმივად ახალი წელია. მე ვარ თაკო მეგრელიძე, დიზაინერი, სამი შვილის დედა და უკვე 9 წელია, რაც საახალწლო დეკორაციაზე ვმუშაობ. თავდაპირველად საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი ერთ ნაძვის ხეს, მაგრამ ეხლა უკვე დაახლოებით პატარა ნაძვის ხე 5 საათში იწყობა. კარკას ვაწყობ ბუნებრივი მცენარეებიდან, სხვადასხვა ნაირი გირჩებით, კაკლებით, აი ზუსტად ესეთი მასალით და შემდეგ უკვე ხელოვნური მცენარეებით ივსება და მესამე ეტაპი არის უკვე მოქარგვა სხვადასხვა სამკაულით, ბროშებით, naturaluri ქვებით. Everywhere you go, take a look at the 5 and 10. It's glistening once again with candy canes. ნაძვის ხეების კეთება დავიწყე იქიდან, რომ პატარა როცა მყავდა მესამე ისეთი ცელქი იყო, რომ არ დამადგმევინა ნაძვის ხე. რამოდენიმეჯერ ჩამოაგდო ეს ნაძვის ხე, პატარა ხანზედ აძვრა ეს ნაძვის ხე დავშალე და ესე ნაწილ-ნაწილ ხან ზოგი კედელზე, ზოგი ზოგისად განვათავსე, რომ არ მიიწვევდა პატარა. მე უკვე ეს პატარ-პატარა დეტალები რაც იყო, კონუსის ფორმის რაღაცის მქონდა სანათი, პლასმასის და გადავწყვიტე, რომ სანათზე პატარ-პატარა დეტალები ესე ამეწყო და გამოვიდა ძალიან ორიგინალური. ბავშვები, რა თქმა უნდა, აქტიურად ჩაერთნენ. პატარაც ჩართული არის და ჩემი უფროსები, აი ჩვენ ვიჯექით და ესე ძალიან ინტენსიურად მუშაობდით ამ ნაძვის ხეებზე და მუშაობთ დღემდე. ახალი წელი არის ჩვენთვის ისეთი სეზონი, როცა მთელი ოჯახი აქტიურად ვართ ჩართული და მუშაობთ ძალიან მაგრად. აი მე ყავდი და ესე მიიწევს. 6 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემმა დაიწყო საახალწლო ნიმუშებზე მუშაობა და ერთ დღესაც დამსვა, დამიდო წინ ეს ნაძვის ხის კარკასი და მითხრა, რომ ანუ ამიხსენ როგორ უნდა გამეკეთებინა. უბრალოდ გირჩები უნდა მივეკრა ნაძვაზე, ძალიან მარტივი ჩანდა და დავიწყე გაკეთება და აშკარა ნიჭი აღმომაჩნდა ამ კარკასების კეთებაში, იმიტომ რომ სწრაფად ვაკეთებდი და ანუ მარტივად, რომ შემდეგ ნაძვის გაკეთება უფრო გამარტივებოდა დედაჩემს. საახალწლო ნივთებზე მუშაობა არის სახალისო გასართობი და კარგ შეგრძნებას გიტოვებს გულში, მაგრამ ძალიან დამღლელი არის. აი ყოველდღიურ ცხოვრებაში პირადად მე ძალიან ხელს მიშლის, მაგრამ როდესაც პროცესში შედიხარ, აკეთებ უკვე დიდი ხანი, რომ თან გამოცდილებაც რო გაქვს, უკვე მე პოულობ ბედნიერებას იმ დამღლელ მომენტებშიც კი. მთელი ცხოვრება სახლში მუშაობდი, რადგან სამი შვილი მყავს და პატარა მყავდა, ნებისმიერ რამეს და მე არა მარტო საახალწლო დეკორაციაზე მუშაობ, კიდევ ძალიან ბევრ სხვა რაღაცას ვაკეთებდი, ვსოვდი, სამკაულს ვაკეთებდი, ვხატავდი, პერსონალური გამოფენები როცა მქონდა, ეს ერთობლივად ყველა ნამუშევარი გამქონდა ხოლმე, მაგრამ საახალწლო პერიოდში უკვე მარტო საახალწლო დეკორზე დავიწყე მუშაობა. მქონდა ჩემი სახელოსნო ვერაზე, ძალიან პატარა და ძალიან საყვარელი, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ისევ სახლში მიწევს მუშაობა. რთულია, აი ძალიან მინდა რომ მომავალი წლისთვის ისევ მქონდეს ცალკე სახელოსნო, სადაც აი უშუალოდ ვიმუშავებ ამ ნამუშევრებზე. ახალი წელი ჩემთვის არის ახალი იმედი, მომავალი, რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი, რაღაცა კარგის და უკეთესის. მადლიანი პერიოდია რა, როცა ადამიანი სურვილებს იფიქრებს და არის იმის მოლოდინში, რომ ეს სურვილები აუცილებლად აუსრულდება.